შორისო აწარმოებს 5000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს. და ეს ყველა პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. აი ეს არის უმთავრესი ჩვენი პროდუქტის მახასიათებელი, რომ ეს არის ეკოპროდუქტი. გარდა ამისა, რომ ეს არის ეკოპროდუქტი, ეს არის ძალიან ეფექტური პროდუქტი. თქვენ რასაც მოიხმართ, აგერ ქალბატონმა ლალიმ ორი პროდუქტი მოიხმარა, გუშინ წინ შემოუერთდა ჩვენ კომპანიას 2-3 დღის წინ და უკვე მიხვდა იმ პროდუქტს, რაც თვითონ დატესტა, თუ როგორი ხარისხისა. მინდა გითხრათ, რომ დაგარწმუნოთ, რასაც დატესტავთ და რასაც გამოიყენებთ, ყველაზე გეკნებათ ესეთი წარმოდგენა, იმიტომ რომ მართლა ესეთი პროდუქტია ეს პროდუქტი. გარდა ამისა, რომ არის ეს პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა, ეფექტური, მესამე ძალიან საინტერესო მახასიათებელი არის ის, რომ არის ფასებით ეკონომიურია, კი ბატონო, და არის ფასებით ყველასთვის ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი, ხალხს გონია, რომ ეკონომიურად ხელი არ მიუწვდება. მასაზე გათვლილი ფასები არის, ხო? მე პატარა შედარებას გავაკეთებ და დაგანახებთ ფასებთან მიმართებაში. ხო, ეხლა მინდა გითხრათ, რა მიმართულების პროდუქტს აწარმოებს კომპანია. კომპანია აწარმოებს საწმენდ სარეცხ საშუალებების მიმართულებას ოჯახისთვის, ბევრნაირი სარეცხი, ბევრნაირი საწმენდი, აი ინოვაციურ რაღაცებს შეხვდებით აქ, ამ მიმართულებაში, თუნდაც და ზოგადადაც, პირიზღრუს მოვლა, თმის მოვლა, გითხარით კოსმეტიკა, ხედავთ როგორი ჩანს კიდეც, ეს არის შვეიცარიული ბრენდი, კოსმეტიკა, ჩვენ სხვადასხვა ბრენდების კოსმეტიკაც აყავს, მაგრამ ის წამყვანი ბრენდია ჩვენს კომპანიაში. ქალის ჰიგიენურ პაკეტებზე მინდა გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ მსგავს ჰიგიენურ პაკეტს მსოფლიოში სულ 2-3 კომპანია აწარმოებს. აი ეს ჰიგიენური პაკეტები არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ამაზე გაამახვილოთ ძალიან თქვენი ყურადღება, იმიტომ რომ დღეს ბაზარზე არსებული, მარტო საქართველოში არა, იმიტომ რომ ეს ყველა მიცის, ყველგან always იქნება თუ კოტექსი თუ ესეთი რაღაცა მსოფლიოში ერთნაირი იყიდება. აი ეს ჰიგიენური პაკეტები ყველა არის მეორადი გადამუშავებიდან მიღებული, ანუ ნაგავიდან გადამუშავებული ნედლეულისგან მიღებული, რომელიც ძალიან დიდი ქიმიური დამუშავებას გადის და რომელიც დამტკიცებულია, რომ ძალიან მავნებელია ქალის ორგანიზმისთვის და უმეტეს დაავადებებს ქალის ორგანიზმში იწვევს ზუსტად ეს ქიმიური პაკეტები. ხო? აი ამას ანაცვლებს ეს. აი ყურით, რითი არის რა არის ამისი მახასიათებელი. გარდა იმისა, რომ შეფუთული არის ძალიან, შეხედეთ აბა თუ შეხვედრათ ესეთი შეფუთვა. შიგნითვე შეფუთულია, ხო? მე ჩვენ გვაქვს კორეული. ხო, აი კორეული აქვს, სუცალსალკეა შეფუთული. კი ბატონო, მარტო ხო. და კარგად იყინება. კი ბატონო. უყურეთ, აი როგორი შეფუთვადებს შიგნით. ბოლომდე ისეთი შეფუთულია, რომ წყალში რო ჩადოთ თქვენ ესა, წყალი არ შედის შიგნით. ესე იგი ბაქტერიებიც არ ხდება შიგნით. ეხლა უყურეთ. გარდა ამისა, რომ ეს არის პირველადი ნედლეულისგან წარმოებული, აბსოლუტურად ქიმიის გარეშე დამუშავებული პროდუქტი, აქ მთავარი არის აი ეს იონიზატორი, რომელიც აქ არის დატანებული, ხო? რას აკეთებს ახლა ეს იონიზატორი? ეს არის უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები, ანუ ვერცხლის იონები. ვერცხლის იონები, როგორც გითხარით, უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები და ჩვენს ორგანიზმში არსებული ყველა მიკრობი, სოკოსი იქნება ეს თუ ბაქტერია, აბსოლუტურად ყველაფერი არის დადებითად დამუხტული. ეს ანეიტრალებს ზუსტად აი ამ ჩვენს ორგანიზმში არსებულ ამ ბაქტერიებს და ადამიანის ჯანმრთელობას უწყობს ძალიან ხელს. ხო? აი მინდა შეეხოთ უბრალოდ და ნახავთ თქვენ ახლა სხვაობას აი იმ ჰიგიენურ პაკეტებთან, რომელსაც ჩვენ ხმარობდით, ხო? აი ხო იგრძნობა. მე მაგალითად ვერ ხმარობდი, ყველაზე კაი რომელიც იყო იმას ყვებერობდი.
ქავილი მომკლო და მაშინ იმიტომ რომ იმხელა როგორც გითხარით იმხელა ქიმიური ვერ ხმარო არის გადამშავი. ეხლა უყურეთ, ეს არის ყოველდღიური 30 ცალიდებს შიგნით, უფრო პატარებია, ყველგან იონიზატორია ჩვენთან, ხო? აი ეს პროდუქტი დაახლოებით თქვენ რომ პარტნიორი არ იყოთ კომპანიის ჩვენთან ორი ფასია და ამას განვიხილავთ მე რატო არის ეს ორი ფასი? თქვენ ეს რო შეიძინოთ ეს ღირს მომხმარებლისთვის 14 ლარი. მაგრამ თქვენ თუ იქნებით კომპანიის პარტნიორი, თქვენთვის ეს ეღირება 7 ლარი. 30 ცალი. ეს არ არის უბრალოდ ჰიგიენური პაკეტი. ეს არის თან იმ სიტუაციისთვის მოიხმარ, ისთვისაც სჭირდება რომ აღმოფხრა ისის თან სამკურნალო. როცა ადამიანი სისტემატიურად მოიხმარს ამ ჰიგიენურ პაკეტებს, ქალბატონი, ხო? მას არც ექმნება ის პრობლემები, რომელიც ექნება გზა და გზა, ხო? პრევენციაა ეს ჩვენი ჯანმრთელობის და უკვე პრობლემა როცა აქვს ადამიანს, მაგაზეც მუშაობს. კიდე ერთი ჰიგიენური პაკეტი აქვს, რახან ჰიგიენურებს ვეხები, აი ასეთი სამკურნალო. ეს კიდე უფრო ღრმა მკურნალობისთვის არის, როცა არის თუნდაც ცისტიტები, საშარდო გზების ანთება არის ცისტიტი. ტამპონი არა აქვს? ტამპონიც აქვს, მაგრამ ჩვენ ამ წუთას ტამპონია ცოტა საფრთხილოვანი, კარგად უნდა შეარჩიოთ. ხო, არ გვაქვს ჩვენ ამ წუთას. აი ასეთია ეს სამკურნალო ჰიგიენური პაკეტი. ნახეთ როგორი არის სტრუქტურულად, ყველანაირად სცენარეულია ეს. აი ეს 12 ცალი, რომელიც ერთ წუთშია მოთავსებული, თქვენ შეიძლება აი ძალიან დიდი პრობლემა გქონდეთ გინეკოლოგიური, რომელსაც მკურნალობა ჭირდება სერიოზული, რომელიც 300 ლარზე ქვემოთ არც ერთი მკურნალობა დღეს არ ჯდება, ექიმთან ვიზიტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი ამ ჰიგიენური პაკეტით აღმოფხრათ ეს პრობლემა, როცა თქვენ პარტნიორი არ ხართ, ეს 54 ლარი ღირს, როცა თქვენ პარტნიორი ხართ, ეს ღირს 22 ლარი, ხო? თან უკუჩვენება არ აქვს. ეხლა 300 ლარის წამალით თქვენ წარმოიდგინეთ ქიმიური რამდენ უკუჩვენებას ტოვებს ჩვენს ორგანიზმში, ხო ესეა. აი ამის ჩანაცვლება შეიძლება ყველაფერი ამით. მოკლედ, აი ამაზე მინდა ყველა ქალმა გაამახვილოს ყურადღება და შეცვალოს ის ჰიგიენური პაკეტი, რომელსაც ის მოიხმარს, არა აქვს მნიშვნელობა ის ძვირიანია თუ იაფიანია. უნდა იყოს ანიონებით. თუ გინდათ რომ თქვენი ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, ხო? ეს მიმართულებაც აქვს ჩვენს კომპანიას ძალიან, ხო? ასევე, ნუ ჩაი, ყავა ეს ჩინელების და იაპონელების თემაა. მან საერთოდ მკურნალობა და ზოგადად პრევენცია ჯანმრთელობის ხდება ჩაის სხვადასხვა შემადგენლობით, როგორც აღმოჩნდა და ამას ამბობდნენ, ჩინელები თითქმის არ სვამენ, მე მგონი, წამლებს ქიმიურს. და მეცაც გეტყვით, გითხარით რომ ჩინეთში ვიმყოფებოდით და ვეძებდი აფთიაქს. მითხრეს რომ ჩინეთში აფთიაქს ვერ იპოვე და მე ვერ ვნახე ვერსად, იცით? ერთი აფთიაქი ვნახე, ისა ნიშანი და დაკეტილი დამხვდა, ისიც მაინტერესებდა რომ შევიხედე გარედან, ასეთი ყოლოფები იყო, მცენარეული ყველაფერი. მან არსად არ ჩანდა რომ სადღაცას ყოფილიყო ტაბლეტები და ასე შემდეგ ქიმიური. წარმოიდგინეთ? არა. ჩვენ უკვე გადატე. ჩვენ კი ვიცით რა. გასახდომი ჩაიც თუ აქვს, მაგაზე იქნება ბუმი. ხო, არის ბუმი და იმიტომაც ახლა ნაშთში არ არის. ხო. უყურეთ ახლა ჩაი. ჩაი ბევრნაირი გვაქვს დეტოქსი, ორგანიზმის აწმენდი, გასახდომი ჩაი, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა. ჩაი ჯინჯერით, რომელიც ითვლება გასახდომია. ბევრნაირი ჩაი არის, მოკლედ წვანე ჩაი. ასეთი როგორ არის? წვანე, აი მაგალითად აი ეს ჩაი პარტნიორისთვის ღირს 30 ლარი და 30 ცალია შიგნით. 1 ლარი ერთი პაკეტი, ხო? ჯანსაღი და ჯანმრთელი. გარდა ამისა, რაც ჩამოვთვალე მე ახლა, ხო? ჩვენი კომპანია აწარმოებს საკვებ დანამატებს. საკვებ დანამატები დღეს კიდევ ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი არის, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ადამიანებს ძალიან დაკავებულები ვართ. არც ცალია დღის განმავლობაში სახლში ვიყოდეთ, ჩვენს თავს რო შეუწყოთ, ხელი რო წუროთ წვენები და რაღაცა და მივირთვათ. მეორე, რომ გქონდეს ამისი დროც, ის შემადგენლობაც არ არის ისეთი დღეს. ხო? იმ თუნდაც იმ წვენში, იმიტომ რომ ხუჯერ არის პესტიციდებით შეწამლული ყველაფერი და ასე შემდეგ. აი ამ ბადებში კიდე როგორ არის, ხო? აქ ხო არის საუკეთესო
შექმნილია ის მცენარე, რომელიც აქ შედის, კი არ არის მოკრეფილი გზის პირას, იქ სადაც დაბინძურებაა დიდი. ის იკრიფება ისეთ ადგილას, მოიპოვება, სადაც დაბინძურება არ არის. ამას აქვს მთელი მნიშვნელობა და დღეს მსოფლიომ სამყარომ მიიღო და ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა საკვებ დანამატების, ხო? აქაც ძალიან მაღალი ხარისხის საკვებ დანამატებს აწარმოებს ჩვენი კომპანია, მე რამოდენიმეს გამოვყოფდი. აი კრილის ზეთი. კრილის ზეთი საერთოდ არ იციან რა არის, მეც არ ვიცოდი პირადად, ომეგას მომხმარებელი ვიყავი. თუ ომეგა შეიცავს თუნდაც 0 რაღაცა პროცენტით კრილს, ის არის ყველაზე კაი ომეგა და ჩვენ გვაქვს პირდაპირ კრილის ზეთი. ძალიან ბევრ პროდუქტ შევხვდებით აქ, ინოვაციურსაც. ერთ-ერთი ჩვენი ფავორიტი პროდუქტი ეს არის კოლაგენი თევზის პეპტიდებით. უყურეთ, ყველაზე საინტერესო როგორც კოლაგენი ადამიანის ორგანიზმისთვის. მე ვსწავლობ კოლაგენს. ეს რა ღირს ახლა ეს თევზის კოლაგენია ეს. ეს ერთი დღის დოზირება არის, ეს ერთი შუშა და ეს ერთი თვის ღირს 210 ლარი. უყურეთ, თუ იცოდით, ახლემის რძე რო იყო ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო. მე არ ვიცოდი, რომ თხის რძე იყო. თურმე ახლემის რძე ყოფილა ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დედამიწაზე ადამიანისთვის რძესთან, დედის რძესთან მიახლოებული. აი ასეთი ნატურალური პროდუქტს უშვებს ჩვენი კომპანია, რომლის ფარა ყავს თვითონ უზარმაზარი, ეს ახლემები რო გვანახეს, აი რა ვიცი, ათასობით ეს იყო რაღაცა, ამან გამოიწვია ჩემში ძალიან დიდი ისეთი ისა ემოცია, ვიდრე იმ ცათაბჯენება, რომელიც რა ვიცი რას მე რამდენი მასშტაბზე ვიყავი სართულზე სიტყვაზე, ხო? ამან გამოიწვია პირადად ჩემში, ხო? უყურეთ, დაახლოებით 10 წლის წინ კომპანიის წარმომადგენლებმა მიხვდნენ, რომ მოეშენებინათ ეს ახლემები, რომ დღეს ეს პროდუქტი ქონოდათ, რომ ეს დღეს მოთხოვნად იქნებოდა ეს პროდუქტი. ამ პროდუქტს ითხოვს დღეს მსოფლიო. ეს არის ცოცხალი პრობიოტიკები, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ესე ჭირდება, წარმოიდგინეთ. კიდევ ერთი პროდუქტი, რომელზეც კიდე გეტყვით, ეს არის თხის რძე, აი ასეთ საშიში მოქცეული ხვნილის სახით და აწერია ძალიან მაღალი კონცენტრაციის ბუნებრივი კალცი. აი ესეთი პროდუქტები არის აქ. ბევრს არ გავაგრძელებ. კორდიცეპსი თუ გაგიგიათ თქვენ ახლა ჩინეთთან თუ გაქვთ შეხება, იცით კორდიცეპსი რა არის? ეს არის სოკო, რომელიც მხოლოდ ჩინეთში და იაპონიაში მოიპოვება და დიდ აქცენტს აკეთებენ ჩინელები და იაპონელები. ამით ყურნავენ ადამიანებს. კორდიცეპს და ლინჩს ადრე მხოლოდ იმპერატორები მიირთმევდნენ, რომ სხვას არ მიუწვდებოდა ხელი. დღეს უკვე ფართო მასებისთვის გახდა ეს ხელმისაწვდომი და მათ შორის ჩვენთვის. იმუნიტეტის სასამართლებლო ბავშვებში ძალიან ბევრი პროდუქტი არის აქ იმუნიტეტისას. ეხლა იმუნიტეტის სასამართლებლად ითვლება თუნდაც ვიტამინები და ბევრი გვაქვს ასეთი. იმუნიტეტის სასამართლებელი არის აქ ფუტკრის მტვერზე დამზადებული პროდუქტი არის კიდევ ესეც იმუნიტეტის არის. თუნდაც კრილი იმუნიტეტზე მუშაობს, ანუ ომეგა-3 და ბევრი. ჩვენ ახლა აქ ძალიან ცოტა პროდუქტი გვაქვს ამ წუთას. ბევრი პროდუქტი. ერთ პროდუქტს გამოვყოფდი კიდევ. რა უნდა გქონდეს პრობლემა კუჭ-ნაწლავში, რომ ამან არ მოგვიგვაროს. ეს არის ალოე ვერას კაფსულები. კაფსულების სახით 60 ცალია შიგნით, ერთი თვის დოზა არის ეს ღირს 50 ლარი და თქვენ წარმოიდგინეთ, აი ამან შეიძლება თქვენ მთელი ცხოვრება ებრძოდეთ კუჭ-ნაწლავის პრობლემას და ვერ აგვარებდეთ და ამან ერთმა კალოფმა ეს დაგილაკოთ. მოკლედ არ გავაგრძელებ პროდუქციაზე ბევრს. მე მინდა რამოდენიმე პროდუქტის ფასი დაგანახოთ. ეხლა ეს გოგონა მუშაობს ისეთ კომპანიაში, სადაც კბილის პასტები და სარეცხები და რაღაცები ძალიან ბევრი აქვს იქ, რომ შეხვალ მაღაზიაში აქეთ ვეღარ გამოდიხარ. მაგრამ სამწუხარო რა არის? რამდენჯერაც შევდივარ, ისთვის შევდივარ ეხლა, შევდივარ იმ პროდუქტისთვის, რომელიც ჩვენ ჯერ არ გვაქვს. სამწუხაროდ ეს პროდუქტიც ქონდა, მაგრამ
ამოგვეყიდა და არ გვაქვს ნაშთში და ამიტომ მიწევს შესვლა რომ სხვაგან ვიყიდო. ეს არის საფირ ფარიშოს ქაღალდი, უყურეთ ჩვენ საფირ ფარიშოს ქაღალდი როგორ გამოიყურება. რატოა ეს ფერი იცით? ქიმიაში არაა გატარებული. და რატომ არის სელპაკი და ის იმ ფერის? იმიტომ რომ ქიმიაშია 1000-ჯერ გამოტარებული და ეხლა იქ არ ჩავყვები მაგას რას იწევს მე ეს ყველაფერი თუ ჩვენ ამას სწორად დავაკვირდით. უყურეთ ჩვენი თავის ხარჯება. ბუნებრივი ბოჭკოა ეს, ბუნებრივი. ჩვენი ცხვირსახოცებიც ესეთია. ხო? მარტო მაგისთვის შევდივარ და ეგეთ რაღაცებისთვის და მე ვფიქრობ ყველა შესვლაზე ჩემმა შვილებმა ისე გაიხარო და ყველა სათითაოდ იქ მომუშავე ადამიანი მეცოდება ძალიან. თქვენ ვერ გძნობთ წამლებით ხნილებისგან. უყურეთ რამდენი ხნილი გვიდევ. თქვენ ახლა რომ შემოხვედით რამე სურნელი ყოა რატო არ გიკეთიათო? აი ეს არის არ ვიცი როგორი სიტუაცია, მაგრამ რაღაცა უნდა ვიღონოთ ადამიანები. უნდა მივიდეთ იმ აზრამდე ჩაგეჭრები ადრე რძეს აძლევდნენ სპეციალურად 1 ლიტრი რძეს ურიგებდნენ თანამშრომლებს რომ დაელიათ რომ იცოდნენ რომ შხამი კი ბატონო. კი ბატონო ესე ქიმიურშიც და რენტგენშიც. რენტგენი მე მახსოვს მე პროფესიით მედიცინის მუშაკი ვარ და პაციენტი რო შეყავდა რა ქვია რენტგენის კაბინეტში. ზე იდგა გარეთ კი ბატონო. და შენ ისხამდი და სვამდი. ამ ძეს შესვლამდე. ხო და ეხლა ვიწამლებით ვიცი რატო არის ამდენი სიმსივნელი, რატო გვიკვირს. ხო გეუბნებით მე სუფთა სახლში რო შევდივარ თუნდაც ამ ჯიჯიში კი არა მარტო გამოვდივარ გამოსწრებაზე ვარ. მე არ ხო ჩავდივარ. დასაფიქრებელი მომენტებია ხალხი. ეხლა უყურეთ რა ღირს სხვათა შორის ჯიჯი ჰაუსი ლიდერობს ფასებით. ლიდერია მართლა ხო ლიდერობს ფასებით მაგ ადამიანებმა რატო ვაფასებ მაგ ადამიანებს მე მუხიანში ცხოვრობდი ადრე და ჩემს წინ გარაჟი რამდენი კვადრატია გარაჟი? ნუ 30 მაქსიმუმ. 20 თქვა, კაი 30 კვადრატში გახსნეს ერთ-ერთი თირა, ორი იყო სულ ვარკეთილში და მუხიანში. და შიგნით რო შეხვიდოდი მან საშინელი სუნი. ნუ ხო, მაგრამ იმდენი პროდუქტი ქონდა და დაიწყეს ამ გარაჟიდან ამ ადამიანებმა. ისე განავითარეს თავიანთი ბიზნესი. იმას არ აქვს ახლა მნიშვნელობა, მე ბიზნესზე ვსაუბრობ, ის ქიმიურია თუ იმ ხელაზე განავითარეს თავისი ბიზნესი და ახლა რომ გამიკვირდა კინო საქართველოში რომ გაიხსნა ჯიჯი. ხო? და ასე გაფართოვდა. მაგიტომ ცემ მაგ ადამიანებს მაგ კუთხით პატივს, თორემ პროდუქცია ჩემი არ არის მომენტ. ეხლა უყურეთ, სარეცხ საშუალებებს რაც შეეხება. ჩვენ ვცდილობთ რომ ვიყიდოთ და დღე გადავაგოროთ როგორმე იაფად. იაფად ვიყიდოთ ვეირი, იაფად ვიყიდოთ არიელი და დავსდებთ იმ 1 ლარის თუ 5 ლარის დაზოგვას. მაგაზე კი არ ვფიქრობ რომ ამაში არ უნდა დავზოგოთ. ამაში დავზოგოთ. მეცვას ეს ერთი წელი, მეორე წელიც მეცვას და დავზოგო ზუსტად იმაში, რომელიც ჩემს ორგანიზმს ავნე. თუ მე დამანგრია ჩემი ჯანმრთელობა ეს გინდა მქონდეს და გინდა არ მქონდეს, ხო ესე არა? აი ეს მენტალობა გჭირდება, ხო? რა ღირს, მე არ ვიცი ხა ჯიჯიში რა ღირს, მაგრამ მე ზოგად სტატისტიკას ვიტყვი, მე შევდივარ ძირითადად ფასების შედარებისთვის სუფთა სახლში. შენთან სუფთა სახლია ახლოს და იმიტომ შევდივარ თუნდაც იმისთვის რაც გჭირდება და რაც მე არა მაგ და რომ ვუყურებ 5 კილოიანი არიელი ღირს დაახლოებით 40 ლარი. უფრო მეტი ღირს, მაგრამ თქვათ 40 ლარი. ზე დაწერია თქვენ ყველაზე კარგად იცით რეკლამის სახით რა რამდენი გარეცხვა. არიელს აწერია 33 გარეცხვა, 5 კილოია. ღირს 40 ლარი. რა ღირს ერთი გარეცხვა? ლარი და 20. სტატისტიკა არის 3 კილოს. ხო? 5 კილოიანი არიელი რო იყიდოთ, მას აწერია რომ 33 გარეცხვა. ჩვენ იქ ცოტას ჩავყრით, თუ მეც ჩავყრით, ეგ სხვა თემაა. სტატისტიკაზე ვსაუბრობ. და ლარი და 20 გვიჯდება ერთი გარეცხვა. მავნებელი რა დონის, იცით? არევლება. ჩვენ კანთან აქ ყოველ წუთა შეხება და ისრუტავს ამას ჩვენი კანი და ილექება იქიდან. რა ქნას მეტი ჩვენმა ორგანიზმმა, ხო? და ბოლოს არის სამწუხაროდ ის ცუდი დიაგნოზები, ყველას გვაშოროს მე. ეხლა უყურეთ, რატომ არ უნდა იყიდოს ადამიანმა არიელი და რატომ უნდა იყიდოს ეს? ტაიგი არიელი ყველა ერთია, ხო? ისინი შეიძლება კიდე უარესებია.
ხო? ეხლა უყურეთ, ხო თქვით 40 ლარი და 33 გარეცხვა 5 კილოიანი. ეს პროდუქტი მომხმარებლის ფასი, თქვენ მაღაზიაში რო იყიდოთ, ეხლა ეს რო იდოს ჯიჯი ჰაუში თუ სუფთა სახლში და შეხვიდეთ, ამას მომხმარებელი იყიდის 26 ლარში. რამდენი გარეცხვა იცით შიგნით? 40. რა უჯდება მომხმარებელს? 64. იმაზე ნახევარი. ეხლა მეცაც გეტყვით, თუ თქვენ ხართ კომპანიის პარტნიორი, ერთხელ რო უნდა შემოხვიდეთ ჩვენ კომპანიაში, გახდეთ პარტნიორი და ხართ პარტნიორი, თქვენთვის ეს პროდუქტი ღირს 13 ლარი. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ანტი ალერგიული პროდუქტი, რომელიც სუნიც კი არა აქვს, რო დალიო არაფერს არ გიზამს, ესეთი პროდუქტი, ამითი გარეცხვა 30 თეთრი გიჯდებათ. რატომ უნდა იყიდოს ახლა შეკითხვა ადამიანმა, თუ თავისი მტერი თუ არ არის თავის, ის არიელი. მით უმეტეს რომ უკვე იცი ეს, რომ არსებობს. რო არ არსებობდეს, გაურიცხავად ვერ ვიქნებოდით, ხო? ეხლა ჭურჭლიჟველე, ფეირი და მისდანები, ეს არის მომწამლელი მკვლელი პროდუქტი. მე ხმამაღლა საუბრობ უკვე მაღაზია მეცნიერებმა თქვეს, მე არ მითქვია. კანის შეწოვაც არ უნდა პირდაპირ ხდება ჩვენს კუჭნაწლავში, 27ჯერ რო გაავლოთ თებში, არ ევლება, ზედრჩება ნაწილაკები, მერე ხდება იქ პროდუქტი და ხდება პირდაპირ ჩვენ კუჭნაწლავში. ღია, ეს არ არის შესასრული, ხდება პირდაპირ, ხო? თუმცა კილოობით ჭამთ ამ ფერს. 35% რჩება, 35 წარმოგიდგენიათ, მე-13-ია ფაქტიურად. ხო. ეხლა ეს არის ჩვენ ჭურჭლიჟელე, რომელიც 10 ლიტრში იხსნება. თქვენ ეტაპობრივით ხსნით, რომ დიდი ბედონები არ გედოთ სახში. ყურით რა ჭკვიანები არიან ჩინელები და იაპონელები. ნახეთ როგორ აქვს. 10 ლიტრიანი აქ აქვს მოქცეული, რომ ბედონები არ ქონდეთ. მერე ხსნი შენ. პრაქტიკულია ეს. აი ამაში მოქცეული 5 კილოიან არიელში რაც არის. მეტი კიდე. ხსნით წყალში. იმდენად უსაფრთხო პროდუქტია, ხილბოსტანის გარეცხვა შეიძლება შიგნით და უწერია რომ ბავშვის ჭურჭლის გარეცხვა შეგიძლია. იმდენად უსაფრთხო პროდუქტია. რა ღირს 12 ლარი. როცა პარტნიორები ვართ. თუ არ ვართ პარტნიორი 24 ლარი. მაგას ისედაც ვაძლევ ხოლმე, სხვა რაღაცას ვიყიდულობ ხოლმე. აი, დაახლოებით 9 ლარს ვაძლევ ხოლმე ეგრე. და მithmedes იქ ხალა რეკლამებია რაღაცეებზე და დაბალ ფასში. დედა ჩემ მეჭუბება ხოლმე აქციით რატო არ ყიდულობ? არ მინდა მეთქი და არ მიყვარს ის ფეილი. რო ქაფთება ძალიან. ეხლა უყურეთ. რაც შეეხება კბილის პასტას. ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც უმისოდას ვერავინ ვერ ვართ. ეროვნების მიხედვით, ჯამთელი ვართ, ჯანსაღი ვართ თუ ყველას მჭირდება დიცეზე და პატარას, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა კბილის პასტას, იმიტომ რომ ეს გარეკლამებული პროდუქტი Colgate Blendamedi რა ღირს? 75 მილიგრამია სტანდარტულები. დიდი კი ჩანს, მაგრამ 75-ია ზედაწერია. ხო? რა ღირს? 7, 8, 9, 10 და ასე შემდეგ. რომელიც შლის ჩვენი კბილის ემალს. აბა გადავავლოთ თვალი ჩვენს ირგვლივ, თუნდაც ჩვენ თავს, რამდენი ჯანსაღი ჯანმრთელი კბილი გვაქვს პირის ზღვაში. ძალიან ცოტა. რა კეთებს? შეკითხვა უნდა გაგვიჩნდეს. ახალგაზრდას, ძველგაზრდას, ვიღაცა შეიძლება გენეტიკა აქვს ცუდი, მაგრამ ყველას ხო ვერ ექნება გენეტიკა. ხონდა დავფიქრდეთ, რომ რა ხდება? ისე იგი ის კბილის პასტები ისეთ რაღაცა ურევია, რომ შლის ამ ჩვენ ემალს და პირის არ მირჩევნია 5 ლარი მივცე სიტყვაზე სადღირს, მაგრამ იმ ცუდს და 7 ლარი მივცე ამას. ან თუნდაც 15 ლარი მივცე ამას და მქონდეს ჩემი კბილები პირის გულში. აი ეგ არის სხვაობა. ჩვენ მაინც ვყიდულობთ კბილის პასტას და ყველა იმ პროდუქტს ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, თავარია როგორ ვყიდულობთ. რამდენად ამაზე ვისაუბრეთ. უყურეთ, თქვენ თუ ხართ პარტნიორი. თქვენ თუ პარტნიორი არ ხართ, ეს კბილის პასტა, რომელიც 120 მილიგრამია, სრულიად უვნებელი, რომელიც ინარჩუნებს ჩვენ კბილის ემალს და ღრძლებს და სხვადასხვა მიმართულებისა 25 დასახელების მეტი კბილის პასტა გვაქვს. ხო? ეს ღირს ხალხნო ჩვენ როცა პარტნიორებად 7 ლარი. 3 უნდა იყიდოთ, ვისაც უხმარე აგერ თქვან, ის კბილის პასტა და 1 ეს, იმიტომ რომ კონცენტრატია და ძალიან ცოტა გვიდა. ეს კბილის პასტა საერთოდ სენსაციაა, იმ თვალსაზრისით, რომ არასდროს არ თავდება. მე პირადად ბეზდება და ბოლოს დავიწყებ ბევრის იმას, რომ გარე შევცვალო, მიხდი
მე სახში მიდევს ეს 3 თვე 4 თვე. კი. აი ეს გაუწევი, პრინციპი. აიცი ნინო, აი გოგირდი რო აქ ასანთის ხერს, იმდენი უნდა დადო და ვერაფრით ვერ ვახერხე. არა, მაგდენი კი არა, ბევრად მეწდება, ზოგჯერ. ხო, არასდროს არ ჩავდება, მოკლედ რა ღირს 200 მილიგრამიანი 10 ლარი ღირს. აბა. მოკლედ, ჩემი ის იყო დღეს აქ შეხვედრის მიზანი, ზოგადად ჩვენი შეხვედრების მიზანი არის, რომ აი ეს ამ პროდუქტზე ინფორმაცია მოვიტანოთ თქვენა. თვითონმა ადამიანმა უნდა თვითონ გადაწყვიტოს, რა უნდა მას. მაინც ხო ხმარობს ამ პროდუქტს და უნდა რომ ის მართლა მავნებელი და მომაკვდინებელი პროდუქტი მიაწოდო შენ ორგანიზმს, თუ ჩანაცვლო ეს პროდუქტი ჭირდება ყველა ვარიანტში, უბრალოდ უსაფრთხო ჯანსაღი პროდუქტი და იგივე ნაკლებასად. აი ეს უკვე თქვენთვის მიმინდია, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ხო ისეა? ეხლა მე რამოდენიმეჯერ ვახსენე